ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე ესაია წინასწარმეტყველებდა, რომ ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს, რომელსაც ემანუილს დაარქმევენო. ეს ემანუილი თარგმანში ნიშნავს ჩვენთანა ღმერთი. მაგრამ ანგელოზი, რომელიც იოსებს ეცხადება, იოსებ დამწინდველს, ეუბნება ანგელოზი იოსებს, რომ ძე, რომელიც დაიბადება მარიამის მიერ, მას უნდა სახელი დაარქვათ იესო. თითქოს წინააღმდეგობაში მოდის ეს ორი მოცემულობა, იმიტომ რომ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ემანუილი უნდა დაარქვა, ხოლო აქ ანგელოზი ამბობს, რომ იესო უნდა დაარქვა. სინამდვილეში აქ წინააღმდეგობა კი არ არის, არამედ ორივე სახელი ერთმანეთს ავსებს, რადგან როდესაც წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ემანუელი უნდა დაერქვასო, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულში უნდა მოვიდეს ღმერთი, დაიბადოს ღმერთი კაცის სხეულში, რადგან თარგმანში ემანუელი ნიშნავს ჩვენთანა ღმერთი და როდესაც ანგელოზი ეუბნება, რომ იესო უნდა დაარქვათო, ეს ნიშნავს, რომ მისი მისია იქნება გამოხსნა ადამიანთა. ანუ იესო ნიშნავს მხსნელს. ღმერთი, რომელიც დაიბადება ადამიანის სხეულში, იქნება კაცობრიობის გამომხსნელი. ასე რომ ეს ორი სახელი ერთმანეთს პირიქით ავსებს და არანაირი წინააღმდეგობა არ არის. მრავალ შობას დაესწარით ჩემო ძვირფასებო.